შენი აზრით, რატო ხდება ისე, რომ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც შეიძლება ერთ შეხედვით წუხან იმაზე, რომ კარგად არ ცხოვრობენ, წუხან იმაზე, რომ ცუდი ჯანმრთელობა აქვს, წუხან იმაზე, რომ მუდმივად შფოთვა აქვს, სულ შეშინებულები, დაზაფხულები და ასე შემდეგ. არიან, რატომ ვერ ახერხებენ ეს ადამიანები თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვნად და თვალშისაცემად შეცვლას? მაშინაც კი, როცა შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცა შეცვალონ თავიანთ ცხოვრებაში. ამ ვიდეოდან გაიგებ იმ თავარ მიზეზებს, რაც ადამიანების უმეტესობას ტოვებს მარტივად სამართავს, მუდმივ სიღატაკეში, დაზიანებული შერყეული ჯანმრთელობით, იქნება ეს ფიზიკური თუ ემოციური თუ სულიერი და ტოვებს მუდმივი შიშის და სტრესის ქვეშ. ამ ვიდეოდან გაიგებ იმ თავარ ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომელიც აუცილებლად შეხვდება გზად, როგორც კი დაიწყებ სწორი ნაბიჯების გადადგმას, როგორც კი გეზს აიღებ წარმატებისკენ, აუცილებლად შეხვდება ის გარემოებები, რომელიც შეეცდება, რომ შეგაჩეროს, ეჭვი შეგატანინოს იმაში, რასაც აკეთებ, мотивация დაგაკარგინოს და საბოლოოდ შენგანაც მიიღონ ისეთივე ჩამქრალი, ნაცრისფერი, უოცნებო, უმიზნო და გულგატეხილი ადამიანი, როგორიც სამყაროს უმეტესობა არის. სანამ მეორე ნაწილზე გადავალთ, მანამდე უნდა გესმოდეს, რა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას და ადამიანის ცხოვრებაში შედეგებს. რატო ხდება ისე, რომ როდესაც ერთი ადამიანი რაღაცა წარმატებას აღწევს და ამას სიხარულით უზიარებს სხვებს, მის მსგავს ადამიანებს, ერთის შეხედვით მის მსგავს ადამიანებს, რატო ხდება ისე, რომ ეს სწორი საქმეები მეორესთვის ისე უშედეგო რჩება. რა უნდა ვიცოდეთ საკუთარი თავის შესახებ ისეთი, რომლის კარგად გააზრება პირველი მოჯადოებული წრიდან, ასე ვთქვათ, დაგვიხსნის და დაგვაწყებინებს ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას. სულ ერთია ეს ეხება ურთიერთობებს, ეს ეხება ფინანსებს, ბიზნესს, მიზნებს, ოცნებებს, ოჯახურ ურთიერთობებს, მეგობრულ ურთიერთობებს, სულ ერთია ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში გვხვდება ერთი და იგივე შაბლონი და ამ წამიდან ძალიან ბევრ რაღაცას სულ სხვანაირად შეხედავ. ამ წამიდან შენ დაიწყებ შემჩნევას რა ფორმით, რა მოტივით და როგორ ზემოქმედებს შენთვის შენზე ის რაღაცეები, რასაც აქამდე დიდად ყურადღებას არ ვაქცევდით. მოკლედ, დავცხეთ. ძალიან საინტერესო ამბები გველოდება წინ. ნახე. იმისთვის, რომ კარგად მივხვდეთ, საერთოდ რა არსებები ვართ და რაზეა დამოკიდებული ჩვენი შედეგები, წარმოიდგინე, რომ პირადად შენ ხარ ძალიან ძლიერი, სუპერ შესაძლებლობების მქონე კომპიუტერი, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია, თუ კი მასზე სწორ პროგრამას სწორად გაუშვებს. წარმოიდგინე, რომ ხარ კომპიუტერი, ნიშნავს იმას, რომ წარმოიდგინე, რომ გაქვს საოპერაციო სისტემა, ანუ დედა პროგრამა, ასე ვთქვათ, და ეს პროგრამა განსაზღვრავს ყველა იმ პროგრამის ფუნქციონირებას, რომელსაც მასში გაუშვებ. მაგალითად, ნახე, Android-ის მოწყობილობა გვაქვს, ანუ საოპერაციო სისტემა არის Android-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის პროგრამა, რაც მასზე გაეშვება, განპირობებულია აი ამ დედა პროგრამით როგორ იმუშავებს. მაგალითად, თუ Android-ზე გაუშვებ iOS-ის პროგრამას, ერთადერთი, რაც არ უნდა კაი პროგრამა იყოს, რაც არ უნდა მსუბუქი იყოს, რაც არ უნდა ეფექტური იყოს ვიღაცის შემთხვევაში, თუ iOS-ის პროგრამას გაუშვებ Android-ზე, ერთადერთი, რასაც დაინახავ, იქნება შეცდომის მესიჯი, რომ იცი რა, ეს ერთმანეთზე არ მიდის. რატო? იმიტომ რომ საოპერაციო სისტემა იყო აბსოლუტურად განსხვავებული. ადამიანების უმეტესობას ისე რომ არც კი გვიკითხავს, არც კი გადაგვიწყვეტია და არც კი აგვირჩევია, ისე დაგვიყენა ჩვენმა გარემომ, ჩვენმა სოციალურმა გარემომ, განათლების სისტემამ, პოლიტიკურმა ამინდმა, რელიგიამ, ოჯახმა, სამეზობლომ და სამეგობრომ და ამ შემდეგ ისე დაგვიყენა წუნიანი, ხარვეზიანი, არაეფექტური საოპერაციო სისტემა, რომ ვერ კი გავაანალიზეთ. ამიტომაც არის, რომ ადამიანების უმეტესობა ქვეცნობიერად ვაკეთებთ ისეთ საქმეებს, რომელსაც წარმატებამდე არ მივყავართ. ამიტომაც არის, რომ წარმატებული ადამიანების უმეტესობა ავტომატურად ქვეცნობიერად აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რასაც ისინი წარმატებამდე მიხავთ. ამიტომაც არის, რომ თუ წარმატებული ადამიანების ქცევებს დააკოპირებ ისე, რომ შენი საოპერაციო სისტემა არ იქნება შეცვლილი, ერთადერთი რასაც დაინახავ იქნება ერორის მესიჯი, რომ ეს შენ შემთხვევაში არ მუშაობს. ამიტომ პირველი რაც უნდა იცოდე, უნდა გესმოდეს, როდის და რა ფორმით ყალიბდება ჩვენი ქვეცნობიერი. დღეს ვფიქრობდი, რომ ნახე, ერთია რა გვასწავლეს, რა ისტორიებით გამოგვიტანეს ტვინი, რა შაბლონები ჩაგვინერგეს გონებაში, რომ მოკლედ ადამიანი სირთულისთვის, ტანჯვისთვის, რაღაცა უბედურებისთვის, სიღატაკისთვის, ავადმყოფობისთვის და გაჭირვებისთვის ვართ შექმნილები. ეს ერთია, რომ სისტემამ პატარაობიდანვე ჩაგვინერგა, რაც ყველაზე ცუდია, გრძელდება
ჩვენზე ზემოქმედება ყოველდღიურად. წეგან ვამბობდი დღეს ვფიქრობდი, რომ სანამ საწოლიდან ავდგებით, წარმოიდგინე, სანამ ავდგებით, დილითვე საკმარისი აიღო ტელეფონი, ასკროლო, ჩამოსკროლო, ასკროლო, გადართო, გადმორთო, ერთადერთი რასაც გაიგებ ნეგატიურ ინფორმაციას იმ რაღაცეებზე, რასაც პირადად ჩვენ ვერ ვცვლი. რაც იმას იწვევს, რომ აღარ გრჩება ენერგია იმისთვის, რისი შეცვლაც გინდა. დღეს ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს ყურადღებას ვაქცევდე, ერთადერთი რასაც დავასკვნი იქნება, რომ ამ ცხოვრებაში არაფერს აზრი არ აქვს. ადამიანების უმეტესობას საწოლიდან წამოდგომამდე ხელახლა ტვინში უწერენ ამბებით, თან ამბები არის ინსტრუმენტი, რომელიც პირდაპირ ადამიანების ქვეცნობიერს, ანუ საოპერაციო სისტემას აპროგრამებს. ამბებით, ისეთ ამბებს გვიჩვენებენ, რომ ფიქრობ, რომ ამ ცხოვრებაში აზრი არაფერს არ აქვს, მაგრამ ეხლა რამდენხანს იწვევი, მე დგები, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში, რასაც აკეთებ, პარალელურად ქვეცნობიერად, ჰიპნოზურად გააზრებული გაქვს, რომ აზრი არ აქვს ძმაო. ამიტომაც არის საქართველოში გვხვდება ძალიან ბევრი ჩამქრალი ადამიანის შეხედავ, არ ვიცი, საყვარელი ფერი ჩვენი არის შავი. მთელი სისტემა ზრუნავს იმაზე, რომ ადამიანები დატოვოს წელში გადახილები, იქნება ფინანსურად, ემოციურად, ფიზიკურად. რატო? იმიტომ რომ გაცილებით მარტივია, მართო, შეშინებული, ღარიბი, ავადმყოფი ადამიანები, ვიდრე ადამიანები, რომელთაც ბევრი ფული აქვთ, კარგი ჯანმრთელობა აქვთ, კარგი ურთიერთობები აქვთ, კარგი ოჯახები ყავთ და დიდი ოცნებები აქვთ. ესეთი ადამიანების მართვა ძალიან რთულია, ამიტომ მთელი სისტემა მოკლედ მომართულია ამაზე. ეს მოკლედ მიხვდი. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ დავაკვირდეთ ჩვენი ქვეცნობიერი, რომელიც 90% უდრის ჩვენ შედეგებს, რა საქმეებითაა დაკავებული. ამიტომაც ხდება, რომ წარმატებული ადამიანები ქვეცნობიერად ვაკეთებთ რაღაცებს, რასაც იმ სფეროში, რა სფეროშიც გვინდა რომ წარმატება მივახციოთ, წარმატებამდე მივყავართ დიდი ძალისხმევის გარეშე. რატო? იმიტომ რომ შენი ცხოვრების 90% უდრის იმ საქმეებს, რომელსაც ქვეცნობიერად ვაკეთებთ. ამიტომაც არის, რომ ხანდახან, როდესაც მოვინდომებთ, რომ შევცვალოთ ჩვენი ხედვა, შევცვალოთ ჩვენი აზრები, შევცვალოთ ჩვენი მიდგომები, თუ გინდა რომ იმუშაოს იმან, რაც ეფექტურია, ჯერ უნდა გამოცვალო ის საოპერაციო სისტემა, რომელიც ავტომატურად იწვევს რომელსაც ავტომატურად მივყავართ წარუმატებლობამდე. დილით რო თენდება, არც ერთი ჩვენგანი არ წყვეტს, რომ დღეს ახლა ისეთ საქმეებს გავაკეთებ, მაგრამ გავღარიბდები და ადამიანი, რომელიც წარმატებულია, ყოველდღურად არ ფიქრობს, ახლა დღეს რა გავაკეთო ისეთი, რომ გამდიდდე. ერთიც და მეორეც ავტომატურად აკეთებენ რაღაცებს. ერთი უბრალოდ ღარიბდება, მეორე დიდრდება, თუ ეს ფინანსებს ეხება, ან ურთიერთობის სხვა ფორმებს ეხება, სულ ერთი რასაც გინდა მოვარგე. რატო? იმიტომ რომ საოპერაციო სისტემაში არის სხვაობა. როგორც კი დაიწყებ აი ამ პირველი მოჯადოებული წრიდან გამოსვლას, სისტემას აქვს დაცვის მეორე ვერსია, მეორე სცენარი, ასე ვთქვათ, სადაც შენნაირი ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც ძალიან გულშემატკივრობდნენ, თანაგიგრძნობდნენ, მაშინ როდესაც იყავი წარუმატებელი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ფინანსებში, ურთიერთობებში, რაღაცა მიზნების მიღწევაში სულ ერთია, სად იგივე ადამიანები, რომლებიც თანაგიგრძნობდნენ, გულშემატკივრობდნენ და ასე შემდეგ, იწყებენ მთელი ძალით გარჯას იმისთვის, რომ მოტივაცია დაკარგო, იწყებენ ზიზღით საუბარს, იწყებენ სიძულვილის გამოვლინებას, იწყებენ ნეგატივის ფრქვევას. სანამ მიზეზებამდე მივალთ, მანამდე თავარია, რომ შენთვის უცხო არ იყოს და თავარია, რომ გესმოდეს, რომ თუ რაღაცის სწორად კეთებას და წინასწარ იყო მზად, რომ თუ რაღაცის სწორად კეთებას დაიწყებ, იცოდე, რომ ის ადამიანებიც კი შეგიძულებენ და შეგიზიზღებენ, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება გულშემატკივრობდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანები გულშემატკივრობენ მანამ სანამ მისნაირი ხარ, მანამ სანამ მასავე წარუმატებელი ხარ, მანამ სანამ მასავე ავადმყოფი ხარ ურთიერთობის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. იქნება ეს ფინანსები, იქნება პროფესია, იქნება ოჯახი, რაც გინდა დაარქვი. პირველი როცა ამ სურათს იაზრებ, შეიძლება გეგონოს, რომ ვიღაცებს შენი შურთ. მაგრამ ფიქრობ, რომ იცი რა, შურის ეს ფორმა ძალიან თვალშისაცემია. როდესაც ისეთი რაღაცა გაქვს, რაც სხვას არ აქვს, ბუნებრივი რეაქციაა წარუმატებელი ადამიანების, რომ იწყებენ შურის გამო იწყებენ შენთვის ხელის შეშლას. დაახლოებით ესე სურათს ხედავ რა, რაღაცა მაქვს ისეთი, რომ იმასაც უნდა, ამიტომ ის იწყებს ნეგატივის ფრქვევას.
შურს აქვს კიდე მეორე თვისება, რომელიც თითქმის უხილავია, რომელიც არ ვლინდება ამ ფორმით, რომ შენ რაღაცა ისეთი გაქვს, რომ მეც მინდა. იმიტომ რომ ხანდახან ისეთ ადამიანს შეიძლება შურდეს პირადად შენი, რომ შეუძლებელია მას ის უნდოდეს, რაც შენ გაქვს. მაგრამ შურს აქვს კიდე მეორე თვისება. ადამიანს შეიძლება ის საერთოდ არ უნდოდეს, რაც შენ გაქვს, მაგრამ პირადად შენ არ გთulis იმის შესაფერისად, იმის ღირსად, რასაც აღწევ. და როდესაც ეს ადამიანები იწყებენ შენთვის პრობლემების შექმნას, დაახლოებით როგორ გამოიყურება პრობლემების შექმნა და რა არის პრევენცია, ამაზეც მივიდეთ. სინამდვილეში ისევ საქმე გვაქვს შურთან, ოღონდ არა იმ ფორმით, რომ რაც შენ გაქვს მეც მინდა, იმ ფორმით, რომ შენ უბრალოდ მგონია, რომ არ უნდა ცხოვრობ და ისე კარგად როგორც ახლა ცხოვრობ. ამიტომ იწყებენ ნახე ავდებიან იმითი, რომ ცუდი მოტივები მოგაწერონ, ავდებიან იმითი, რომ ისეთი ინფორმაცია გაგივრცელონ, რომელიც პირადად შენ ხელს შეგიშლის, რომ ფოკუსი შეინარჩუნო იმ მიზნისკენ, იმ ოცნებისკენ, რომლისკენაც მიდიხარ. ნახე, დაახლოებით ესე გამოიყურება ეს სურათი. შეხედე, მაგალითად გაგიჩნდა ახალი მიზანი. და ეს მიზანი იმდენად რეალურია შენთვის, რომ აი იქეთ-აქეთ ვერაფერს ვეღარ ამჩნევ, ვერაფერი ვერ მოგაშორებინებს თვალს ამ მიზნისგან და იწყებ ამ მიზნისკენ შეუპოვრად სიარულს. რას აკეთებენ ესენი? ესენი ცდილობენ, რომ იმ არეში, იმ ფოკუსში, სადაც შენ მიზანს უყურებ, რაღაცა დაბრკოლებები იმდენად ახლოს მოიტანონ შენ თვალთან, ეს წარმოიდგინე პრობლემები, ნეგატივი, ზიზღი, რაღაცა, არ ვიცი, რაღაცა ცუდი რაღაცები იმდენად ახლოს მოგიტანონ. ნახე, ყურადღებას კი ვერ გადაგატანინებს, მაგრამ საითად შენი ყურადღება მიმართული იქეთ დაგიფაროს ხედვა და ვეღარ ხედავდე მიზანს. რა უნდა ისწავლო? რა უნდა ისწავლო? თუ აი ეს არ ვიცი კამერასთან როგორ ჩანს. თუ თვალწინ რაღაცა ისეთი გაქვს, რომელიც ხედვას იფარავს, უბრალოდ უნდა იცოდე, როგორ დაიწყო ხედვა პრობლემების მიუხედავად. შეიძლება ვერ მოაშორო, არც არის საჭირო რომ მოაშორო, უბრალოდ უნდა ისწავლო როგორ დაიწყო ფოკუსის შენარჩუნება, მაშინაც კი, როდესაც გაბოროტებული, წარუმატებელი, არ ვიცი, ოცნების არ მქონე ადამიანები ცდილობენ, რომ შენი ყურადღება გადაიტანონ მიზნიდან პრობლემებზე. თუ ფიქრობ, რომ ადამიანების უმეტესობა იმდენად კეთილია, რომ ამას არ იკადრებს, ძალიან საინტერესო ისტორია მინდა განვიხილო შენთან ერთად, რომელიც დაგანახებს იმ მთავარ მიზეზებს, რის გამოც ადამიანები იწყებენ სხვების შეზიზღებას. უბრალოდ როცა შენ ამ ნიშნებს დაინახავ, არ გაგიკვირდეს, გული არ გაგიტყდეს, უბრალოდ იცოდე, რომ ეს ესე ხდება. ამბავი, რომელსაც შენთან ერთად განვიხილავთ, ბიბლიური პერსონაჟის იოსების ამბავია. თუ არ გახსოვს იოსები ვინ არის? იოსები იყო ტიპი, რომელიც ერთ დღეს ყავდა 11 ძმა, 12 იყვნენ სულ. 11 ძმა ყავდა, იაკობის შვილი იყო. ერთ დღეს იოსებმა ნახა სიზმარი. სიზმარი ხილვა, თან იმ დროს ხილვებს და სიზმრებს გაცილებით სხვა მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ალბათ იმიტომ რომ სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა, ნებისმიერ შემთხვევაში პრინციპები, რასაც ამ ისტორიიდან დაინახავ, ბევრ რაღაცას ამოხსნის პირადად შენთვის. და იმდენად შეგაყვარებს შენს მოძულეებს, არა იმიტომ რომ კაი ტიპები გახდებიან და არა იმიტომ რომ შენ ძალიან კეთილი გახდები, უბრალოდ მიხვდები ამ საზიზღარ ადამიანებს რამხელა როლი აქვთ შენ ცხოვრებაში. დიდი სიამოვნება გელოდება წინ. მოკლედ ნახე რა ხდება. იოსებმა ნახა სიზმარი, სადაც ორივე სიზმრის მნიშვნელობა ერთი და იგივე იყო. რაღაცა დროის შემდეგ იოსებმა თავის ძმებს უთხრა, რომ იცი რა, მე ვხედავ, რომ იმდენად დიდებული ადამიანი გავხდები, რომ თქვენ მშობლებთან ერთად მოდიხართ და თაყვანს მცემთ. და ამ ძმებმა თქვეს, რომ შენ ხო არ გადავ, პატარა ხარ თან ყველაზე, არაფრით განსაკუთრებული და შენთან მოვალთ და ჩვენ თაყვანს გცემთ. იმდენად იმოქმედა ძმებზე, ვიღაცა მეზობლებზე და იმაზე კი არა, ახლა შენ რო ვიღაცა შენზე რო ვიღაცა ცუც ლაპარაკობს, შეიძლება ოჯახის წევრიც არის. ძმებმა შეიზიზღესო წერია, შეიძულესო. ისე შეიძულეს იოსები, რომ გადაწყვიტეს მისი მოკლა. შენ აგონია მხოლოდ ძმებმა შეიძულეს, მშობლებმაც უთხრეს, რომ გულში შეინახე ეგ, არსად აღარ თქვა, შუმად იყავი. ერთ საინტერესო რაღაცა ჩანს ამ ყველა ადამიანში. მათ არ ქონდათ იგივე ხილვა, მათ არ ქონდათ იგივე ოცნება, მათ არ ქონდათ იგივე მიზანი და ერთადერთი რაც ოცნების, მიზნის, უნარის არ მქონეს შეუძლია, როდესაც ხედავს ვიღაცა უნარიანს, ვიღაცა ოცნების მქონეს, ვიღაცა წარმატებულს, ერთადერთი რაც მას შეუძლია არის ის, რომ ადგეს და შეიძულოს.
შენი აზრით რას ნიშნავს შეიძულოს? შეიძულოს ნიშნავს იმას, რომ შენი წარმატება, აი, ვიღაცა ტიპი ადგა და შეგიძულა. შენი აზრით რას ნიშნავს, რომ შენი წარმატება არ გაუხარდება? შეიძულა ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები დაკავდებიან იმითი, რომ ეძებონ შესაფერისი მომენტი, როდესაც თუ მიეცათ შესაძლებლობა სასიკვდილოდაც გაგიმეტებენ. ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი, ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან შენი სიძულვილით, რეალურად არიან ადამიანები, რომელთაც თუ მიეცემათ შესაძლებლობა, ისე გაგიმეტებენ, როგორც იოსები გაიმეტა თავისმა სისხლმა და ხორცმა ძმებმა. ერთ დღეს იაკობმა იოსებს უთხრა, რომ წადიო შენ ძმებთანო, სადღაც გააგზავნა მოკლედ ამბის მოსაკითხად, ისინი რაღაცას წემსავდნენ, მე მგონი, და ძმებმა რომ დაინახეს იოსები მოდიოდა, ნახევა ეს სიზმარაო მოდისო რა და იდეა გაუჩნდათ, იდეასაც ხო გააჩნია. მოდი მოვკლათ. ვიღაცა ერთ-ერთმა და რას ფიქრობ დანარჩენმა ძმებმა რა თქვეს? ძალიან მაგარი იდეაო. და ადგენენ და ჭაში ჩააგდეს. უდაბნოში იყო ჭაში წყალი არ იყო და ჩააგდეს. ანუ ნახე ძმო, უყურე. ტიპები იყვნენ, საზღარი ტიპები იყვნენ. ანუ ცუდი ადამიანები იყვნენ. განა რაღაცა ტყეში დაკარგეს, ჯერ ძმა როგორ უნდა დაკარგოს, განა ტყეში წაიყვანეს და იქ დატოვეს, განა უდაბნოში წაიყვანეს და დატოვეს, განა წყალში გადააგდეს უდაბნოში, ნახეს ორმო და ჩააგდეს ორმოში და წყალიც კი არ იყო. მაგრამ მე ერთ-ერთმა, აი ცოტა ბიზნეს ტვინი ვისაც ჰქონდა, იმან თქვა რომ ბიჭო, რას ვკრავთო? მოდი გავყიდოთო და 20 ვერცხლად გაყიდეს, მიყიდეს არ მახსოვს. მიდიანელებმა ჩამოიარეს, მიდიანელებს მიყიდეს და მიდიანელებმა მერე იოსები გაყიდეს ეგვიპტეში მონად. ეს იმდენად ნაძირალა ძმები იყვნენ, რომ ის კი არ თქვეს, რომ დაიკარგა, რომ შობელს იმედი მაინც ქონოდა, რომ იქნებ ცოცხალიო. თხის სისხლით დასვარეს ამის ტანსაცმელი და მამამის წაუღეს, იმის სათქმელად, რომ შენი შვილი ალბათ რაღაც ნადირმა დაგლიჯა და მოკვდა. ანუ შენ წარმოგიდგენი არასთან გვაქვს საქმე და შენ ახლა საუბრობ იმაზე, რომ აქ რაღაცა წარმატებას, რაღაცა სფეროში რომ მიაღწევ, ვიღაცა ბავშვობიდან დაჩაგრული, უიმედო, უოცნებო, უმიზნო, წარუმატებელი ადამიანი რაღაცა ცუდს გეტყვის, ზიხარ და ფიქრობ მე, ვაიმე რატო ამბობს ძმებმა გაყიდეს ძმა, ჯერ კლავდნენ, პროზა მე 20 ვერცხლი ჯობია ამის სიკვდილსო და გაყიდეს. მაგრამ საინტერესო არის ის, გზელი ამბავი რომ მოკლედ მოვყვეთ, საინტერესო არის ის, რომ ზუსტად ესე უნდა მომხდარიყო იოსების ცხოვრებაში, თუ უნდა იოსებს რომ მისი ოცნება, მისი სიზმარი რეალობად ქცეულიყო. რაც იმას ნიშნავს, რომ შენი მტრების, შენი მოძულეების, შენი მოშურნეების ქმედებები ხშირ შემთხვევაში გახდება მიზეზი შენი მიზნების მიღწევის. მე მგონი ძალიან სწრაფად თქვი, რომ კარგად მომხდარიყავი რა ხდება. ადამიანები, რომელსაც შენთვის ცუდი უნდათ, შეიძლება მიეცეთ შესაძლებლობა, რომ განახორციელონ ის სიცუდე, რაც უნდათ, მაგრამ ეგ გახდება მიზეზი იმისი, რომ შენს დიდ მიზნებს მიაღწიო. ამიტომ, როცა ხედავ, რომ ყველაფერი შენს წინააღმდეგაა, როდესაც ხედავ, რომ ვიღაცა უფსკრულისკენ ისე მიგაქანებს, იმის ნაცვლად, რომ იმედი გადაგეწუროს, უბრალოდ იმედი და რწმენა უნდა შეინარჩუნო იმისი, რომ თუ ესე ძალიან ვენარცხები უფსკრულისკენ, ესე იგი რამდენად დიდი იქნება შენი აღმასვლა, იმიტომ რომ არც ერთი ნაყოფი, რომელსაც ხე ისხამს, ისე არ აღმოცენებულა, სანამ მისი თესლი მიწაში არ დაიმარხება, არ დალყება, მაგრამ ფესვს არ გაიგებს. მოკლედ, გრძელი ამბავი რომ მოკლედ მოვყვეთ, იქაც იოსებს კაი ცხოვრება დიდათ არ დახვედრე, კი, კაი რა მოკლედ მაგარ ადგილას გაიჩნდა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ ციხეში აღმოჩნდა და იქედან ორი ტიპი იყო რა მასთან ერთად, ერთი მერიქიფე იყო და მეორე პურის მცხოვრებელი რა და ამ ორივემ რაღაცა სიზმარი ნახა და ვერ ხვდებოდნენ მოკლედ რას ნიშნავდა ეს სიზმარი და ახლა იოსები ესმოდა როგორ უნდა აეხსნა სიზმრები, მივიდნენ და უთხრეს რომ მე ერთ-ერთმა უთხრა მე ესეთი სიზმარი ვნახეო და ამან უთხრა რომ ვაუ ძალიან კაი სიზმარი გინახავსო ძმაო მეფეო თუ ფარაონეო მეფეო ცოტა ხანში გაგათავისუფლებსო და ისევ იგივე პოზიციაზე დაგსვამს. თან გაუხარდა ხლა და მეორეს მოვიდა მეც მითხარიო მეც და მე სიზმრაო რაღაცაო და მეორემაც თავისი სიზმარი უთხრა და მეორეს უთხრა რომ შენი სიზმარი არც ხლად ეგეთი კაიო ცოტა ხანშიო მეფე გამოგიყვანს ციხიდან და ჩამოგახჭობს. სავარაუდოდ
ამ ტიპისთვის ეგ იყო, მე მგონი ეს პურის მცხოვრებელი იყო, ეს მეორე ვისაც ცუდი ამბავი უთხრა, სავარაუდოდ ბოლო სიზმარი იყო, რაც ცხოვრების განმავლობაში ნახა, იმიტომ რომ არ მგონი ახლა ვიღაცამ გითხრა სამ დღეში ჩამოგახჭობიანო და მე თვალი მოხუჭო და დაგეძინოს. მაგრამ პირველ ტიპს, რომელსაც უთხრა, რომ სამ დღეში შენ გახვალ და მოკლედ გათავისუფლები და ისევ წარმატებული იქნები და შემდეგ თან დააბარა. როცა გახვალო, უთხარი ფარაონს, რომ აქ ვარ. და ტიპი წავიდა და დაავიწყდა. ანუ ხო აქ მნიშვნელობა ცხოვრებაში რამდენი უარგისი ადამიანი შეხვდება. დაავიწყდა ტიპს. ანუ რომ გავიდა გარეთ, არ კი გახსენებია, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც მე მგონი ახალი ფარაონი იყო უკვე, ამ ახალმა ფარაონმა ნახა სიზმარი. და ვერავინ რო ვერ ახსნა ეს სიზმარი, ამ ტიპს გაახსენდა, რომ ბიჭო, ციხეში რო ვიჯექიო. იქ იყო ერთი ტიპიო. და ამ ტიპმა ზუსტად იცოდაო სიზმრების ახსნაო. და მან გაახსენდა და იოსები გამოიყვანეს და იოსებმა ახსნა სიზმარი, რომ ჯერ იქნება 7 ძალიან ნოყიერი წელი, ძალიან ნაყოფიერი წელი. და შემდეგ რა სიზმარიც ნახეო, ეგ ნიშნავს, რომ მთელ ქვეყანაშიო რა. შემდეგ იქნება დიდი შიმშილობა. გვალვა იქნება, მიწა ნაყოფს არ მოგცემს, გასაჭირი იქნება, უბედურება იქნება და ეს ორივე სიზმარი რომ ახსნა, მეფემ უთხრა, რომ რა უნდა ვქნათო და რა უნდა ვქნათო და ტიპმა ძალიან მარტივი ფინანსური დირექტორის როლი მოირგო, ფინანსთა მინისტრის ასე ვთქვათ და თქვა, რომ ეხლა ეს 7 წელი ზმა უნდა დავაგროვოთ, იმდენი რომ მთელ მსოფლიოში იქნება გასაჭირი, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო იქნება გაჭირვებული, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გამვდიდრდებით. ვის ჩააბარებდნენ შენი აზრით ეხლა ამ საქმეების მოგვარებას? რა თქმა უნდა იოსებს. იოსების ტახტი მეფემ დადო მისი ტახტის გვერდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მოსული, რომელიც ჩააბარვა, ყველანაირი პასუხისმგებლობა მისცა, ყველანაირი თავისუფლება მისცა, მეორე კაცი იყო მეფის შემდეგ. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები რომ მოდიოდნენ და ფარაონს თაყვანსცემდნენ იოსებსაც. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მთელ მსოფლიოში გაჭირვება დაიწყო და მისი ძმები, იოსების ძმები მოვიდნენ პურის საყიდლად, იმას მაინც ვერ იცნეს, მაგრამ ამან იცნო. მაგრამ პირველი რა გააკეთეს? ის ზუსტად ის რა ხილვაც ქონდა იოსებს ნანახი. თაყვანისცემს, იმისთვის რომ პროსტემიდრ პური ეყიდათ. მოკლედ ბევრი ამბები მოხდა მე ამის ვისქნა, ერთი ძმა დაიტოვა, მე წავიდა მამა მოაყვანა და შემდეგ ბოლო ჯამში გასკები აპატია. შენ გადასაწყვეტია რას როგორ მოექცევი ადამიანებს, ვინც სასიკვდილოდ გაგიმეტა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მზად არიან რომ სასიკვდილოდ გაგიმეტონ, გახდებიან მიზეზი იმისთვის, რომ როცა შენს მიზნებს აისრულებ, ამ ადამიანებს ლომის წვლილი ექნება ჩატანილი შენს წარმატებაში. წარმატებები შენი მიზნების მიღწევაში, წარმატებები შენი ოცნებების ახდენაში და ერთი რაღაცა გახსოვდეს ყოველთვის. სადანაშაული ქონდა შენი აზრით იოსებს იმათთან? არაფერი, ერთადერთის გარდა. ოცნების მქონემ მოუყვა ოცნების არ მქონეს თავისი ოცნების შესახებ. როდესაც გაქვს რაღაცა უნარი და ამის შესახებ იგებს უუნარო, ერთადერთი რაც მას შეუძლია გააკეთოს არის ის, რომ შეგიზიზღოს, შეგიძულოს. როდესაც წარმატებულის ამბავს იგებს წარუმატებელი, ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს არის შური ვეღარ დამალოს და დაიწყოს შენს წინააღმდეგ ზიზღით საუბარი. ასე რომ გახსოვდეს, თუ ვიღაცა გეწინააღმდეგება, თუ ვიღაცა გზაზე გეღობება, სწორი გზით მიდიხარ. ძმაო და ჩააჭირე. ეს ცხოვრება იმდენად მოკლე, რომ აზრი ჰქონდეს ამ ხალხზე ყურადღების გამახვილებას, აზრი ჰქონდეს ამ ხალხისთვის სამაგიეროს გადახდას. წარმატებები შენ პირადად და რა იმათაც დედაც. აბა